შეხედე რაკეთილია იუზა რაკეთილია მაგას ვენაცვალე რამდენი რამე გამოუტანებია მე აღარ ვიცვამო სახლიდან მაინც აღარ გავდივარო და ყველაფერი რამინის გაუგზავნე ვაიმე იუზას ეთყობა ახალგაზრდობაშიც რა გემოვნებიანი იყო კეთო ნახე რა შარვალია ნახე აღალ წელზე ესე ნახე რა გადასარევი რამე ნეტა რა ბრენდი აბა ნახე აბა ბრენდი ხო ის იუზა ბოსი იქნება თამარი იუზა ბოსი აბა ნაკლებს ეგ არ ჩაიცვამდა კარგი იყო მაშ შეხედე როგორი გადასარევი პერანგია ხო ჩაიცვა მაშა მიდი რა არ მინდა რა მიდი აბა შეუწევ ნახოთ მოუნდება ეს რა კარგად გამომი მაჩვენე ეს პერანგი როგორ დადიოდა ამით იუზა რა ან გარეთ გასვლის არ ცხენო და ან სახლში მაინც რა ვიცი კარგი ნახე გამარჯობა მოდი ვახონა მოდი ვა ჩემი ახალი პერანგი თელი დილა ამას ვეძებდი რა იყო რა აბა ვახო ეს მეორე პერანგია მე გადავინახე ეს არ არის არა თამარი ვახო ნახე ნახე რა კეპია USA კალიფორნია რა მაგარი ამას რო დაიხურავდა იუზას ბიჭი არ ჯობდა გახსოვს რომელი ბიჭი დადგებოდა კი ერთი ცალი ეგეთი ქონდათ ამერიკაში სტალონეს და ევრაზიაში იუზას მაჩვენე აი ფაქტიურად შეხედე იუზა აწელი შეხედე რა ვაიმე კეთო რა გამახსენდა ეხლა კი გვეცნება მაგრამ გახსოვს მაშინ რა ვიტირე როგორ დაჯექით მოისმინეთ წესიერი რამე გაიგონეთ ცხოვრება აბა პატარები ვარ მე და ქიტინაშე კიკინები გუტეთ ხოდი იუზამ წაგვიყვანა ზოოპარკში და ეს დაგვსვეს საქანელები რა კუმგელი რაღაც ცხენი და ესე ტრიალებდი და რა ტრიალებს და თქვენ მე წავალ ბიძიებო ნაყინს გიყიდითო გავიდა 1 საათი 2 საათი და არ მოვიდა იმკეტება ეს ზოოპარკი მოვიდა ეს ქალი ბილეთებს ვინცხეს შულო საათ ყავთ პატრონი და გააჩერა ეს აგრე ჩამოვედით იქიდან თავრობა ვე დავიწყეთ ძებნა იუზას ძებნა გავიხედეთ ბუჩქებთან აგდია USA კალიფორნია ხო და ფეხები ჩანს დაულევია ლუდი დამთვრალა ხო არაფერი ხო და ის არა ვაიმე ამ შარვალს მე მგონი იუზა გამოუგზავნი და ჩემს ვახოს არა კეთება მე დიდი მექნება და მადლობთ არ მინდა არა ჩასაცმელად კი არა ვახო ამ შარვალს აესე გადაადებ იატაკის ჯოხზე და არაჩვეულებრივი იატაკის სტილოა ხო რა გავიდე ეხლა რატო უნდა გახვიდე შენ რო მითხარი ლაშიკოს შეუწიო მე გავედი სადავა რა ნახეთ რა პიჯაკია ფანტასტიკური კი ეს ისეთი პიჯაკია კეთება ისეთი პიჯაკი რამინი ამას ყანაშიც კი არ ჩაიცვამს ფანტასტიკური ძალიან ლამაზი პიჯაკი აი მე თელი ახალგაზრდობა ჩემი მუზაბინდა მაგას ვენაცო თათო მოდი დათო მოდი გამარჯობა ირაკლი ხوارად თქვით არა ანა შენ არა ვეძებ რაც საქმე რა შემოსულა არა
მე რა მაგარი ბიჭაკი მანახი მომეცია დადგინ რა გინდა რა თქმა მომეწონა ძალიან რა მე რა თქმა თქვენ ეს მომესით და მემაჩვით კარგია. მოიცადე თუ ეს ბიჭაკი გინდა შეხვალ ოზურგეთი ჯიზე გამოიწერ და ორ კვირაში სახლში გეკნება მომესით რა არა ამ პიჯაკს ვერ მოგცემთ დათო ნახე რა პიჯაკია რა აი ამ პერანგს მოგცემთ ლაშა ნახე გადასარევი პერანგი არ გინდა არ მინდა მე ეს პირანგი აი ეს მინდა რა გეხოცეთ მომესით რა დათო რატო არ გინდა ამაზე ზევიდან ჩაიცვამ ირაკლის პიჯაკს ზევიდან პანტოს ისე რო არ გამოჩნდეს და მშვენიერია რა გინდა რა ვიცი ხო რა ვიცი მშვენიერი. რა მინდა არა მომეცით რა ეს გეხოცებით რა თქვენ დათო, ეს ტანსაცმელი გამოაგზავნა იუზამ, რომ რამინის გავოგზავნოთ, იქ უჭირს ხალხს ტანსაცმელი, ხო? ახლა ძალიან ბევრს უჭირს დათო მომისმინე და თუნდა მაშინ ერთი პირობით აი ეს მაგნიტოფონი გაიყოლე მაინც აღარ მუშაობს გადასაგდებია და გადააგდე მიდი ხო. ეს იგი ერთი მაგ პირობით მხოლოდ გრანდეს. ვაიმე დაგაგზა იზი დაიწყო მოუხდა გამოჩნდა. სახი გავა Старший лейтенант Юза Павлович Белидзе. ახლა მოგიტან სანდრო. სალმე გეხვეწები მშია მთელი დღე არაფერი არ მიჭამე გუშინ შუა დღის მერე და ჩქარა მაჭამე რამე აი მე როგორ დავიღალე რა იყო სანდრო როგორ შეწუხდი სანდრო რამდენი კითხვები დამაყარე რა არის ეს არ რატო დავიღალე ვაიმე სანდრო რატო დავიღალე და სანდრო ეზოში დამრგი ორი კაკლის აუ იცი რა საყვარლებია სანდრო იცი რა მხელები გაიზრდება მე ხამართალი ეზოში მანქანები ვიღარ შედიან მე არა უშავს ეშველება ვაიმე რა გემრიელი სუნია ისე სალომე შეუძლია მეორე პიცაც მოიტანოს არ გვინდა გვეყოფა ეს მომისმენე შეხედე რა ანანო აი დააკვირდე ხა ეს როგორ უნდა შეჭამო ეს პიცა საწყალი ლორის ნაჭერი დაიჭირეს მოკლეს მერე დაკლეს გაატყავეს დაჭრეს ამაზე დადეს შეწვეს პომიდორი საწყალი ნახე როგორ გდია ისე გვერდულად ისე რა მართლა რა დაუნდობლები ვართ არა ეს ადამიანები ან ცხოველი არ გვეცოდება ამ სცენარე არ ვიცი რა აბა საწყალ ცხოველები ისე გემრიელად იჭმევიან ანანო რა ხდება სამინისტროში? აი მე სალომე სამინისტროში არის ძალიან მაგარი ამბები ახალი პროექტები გვაქვს იცი რამდენი და ხო და ეხლა ყველაზე მთავარი პროექტი გვაქვს იწერება სიმღერა უნდა გადავიღოთ კლიპი ნუ გარემოს დაცვის საკითხებზე რა თქმა უნდა და ეხლა უბრალოდ ვეძებთ ისეთ ცნობილ სახეს რომ ჩაწეროს ეს სიმღერა ხო ვაიმე ანანო მე სანდრო მიმღეროს იცი რა მაგრამ ღერის არასან მიდი ნახე აი რა მაგარი ვოკალი აქვს არა ისე სალომე გაზრია ხო იცი შენ კარგი ვოკალი კი არ მაქვს გეუბნებით რომ ვერ ვიმღერებ მე როგორ უნდა ვიმღერო სირცხვილია დამცინებს ყველა მერე კაი ახლა სანდრო ხა შენთვის რა ჯერ არავის არ დაუცინია რა ვიცი მე ხო და რა მოხდა ხა ერთი ჩემი ხათრითაც რო დაგცინონ კარგი სანდრო დათანხმდი რა მე მგონი კარგი აზრია თან უფრო პოპულარული გახდები სანდრო ეგ სიმღერა გახდება ჰიტი აი წარმოიდგინე სანდრო რადიოს რო უსმენ შენ და ამ დროს რო დარეკავენ რადიოში და გაუშვით სანდროს სიმღერა ერთად დავიცვათ ბუნება ეძღვნება კოდალას ზღარბს და ვინმეს კიდე რა ვიცი ტიოს ტურას მე გეტყვი ძალიან კარგი იდეა ჰა ღლონტებს ამღერე რა გინდა მაგაზე პოპულარულები ვინ არის მთელი თბილისი იცნობს ой მე რა სამბობ სანდრო ღლონტებს რო ამღერო ხალხი წავად ყეს გაჩეხავს ცხოველები წავლენ თავს მოიკლავენ არა გიხვეწები შენ უნდა იმღერო რა სანდრო ხო კარგი მე ვიმღერებ ცხოველებო ფრინველებო ხეებო ფოთლებო მცენარეებო ბალახებო ნუ გეშინიათ სანდრო მახარაძე დაგიცავთ თქვენ აი მე სანდრო რა მაგარია
ძალიან მაგარია. ეხლა რა ხდება? ტექსტი რაღაცა ნაწილი გვაქვს მოფიქრებული. ესე იგი, ნუ მართალია ბოლომდე დამთავრებული არ არის, მაგრამ ეხლა გითხრათ ეს მონიშნული რა გვაქვს. ესე იგი, შრიალა, ანკარა, წყარო, შრიალა, ტყე, მეტი ვეღარ გავაგრძელებ. მე გეტყვი კარგ გაგრძელებას. ესე იგი, ანკარა, წყარო, შრიალა, ტყე, ვერაფერიც ვერ შავი ტყე. სანდრო, კარგი, ახლა ხუმრობის დრო ცოტა სერიოზულად მიუდექი. სერიოზულად მოვიგე. კარგი, მაშინ ესეთი რამე მარგარინი გლამურის რეკლამა ხო გახსოვთ? ჩემი მარგარინის. მაგის პირველი ვერსია უნდა ყოფილიყო მუსიკალური, ანუ სიმღერა უნდა ჩაეწერათ და ამის გამო აი ხო შეგვიძლია ეგ გავაკეთოთ სერიოზულობაც ეგ იქნება. აი მაგალითად თქვენ კერძ მუდამ ექნება სურნელი საამური, როცა სამზარეულოში გაქვთ დავიცვათ ბუნება. რასა? არა, მე მგონი იცი როგორი სიმღერა უნდა იყოს, ანუ აი დინამოზე რო იყო. აი ეს გარემო, 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 დაიცავით გარემო. აი ეს ცნობილი მოტივი, ახალი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს კიდე ერთი ვარიანტი. აი ახლა გეტყვით, ახლა მე პირადად ეს ვარიანტი უფრო მომწონს. ესე იგი, შეხედე ბეღურას როგორ სცივა, შეხედე ცუგას როგორ ყებს, შეხედე ფისოს როგორ სცივა, მეტი ვეღარ მოვიფიქრე. ანუ ნუ ესე რა იყოს? შეხედე. უი? არა, მაგი, იცი როგორ იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი? სახელები რო შეუცვალოთ. აი ნახე, შეხედე ლაშას როგორ შია, შეხედე თამარი როგორ ყებს, შეხედე დათოს როგორ ცივა. შეხედე. ჰეავეა. მარიკა, გავალ რა ძალიან გთხოვ, თორე მე უფრო მეძინება მაგს გაყარს და ვიდრე ბავშვებს. მოდი. ნახე რა მაგარი რაღაცა ვიტყვიე. ო, მე 20 ლარი მოგეცი, ლუდი დაითრიე. აი, ზუსტად ამ 20 ლარზე მიდოდა, ეხა მეთქვა შენთვის. აჰა, ესე იგი ლუდი გადაიდო. არა. აბა, აი ხომ მოგიყვები. დაჟიკე. შეხომ მიცი 20 ლარი. მე? ისე ვარ. წადიო და ლუდი ამომიტანეო. ხო, მეც გავიქეცი. იმ წამს გავიქეცი თუ ლუდი ამომიტანაში. თან ცივი ლუდი ხო უნდა ამომიტანე ეხლა ცივი ლუდი და ამ გაქცევაში რო ვიყავი, ასე გავარბოდი სადარბაზოში და ამ დროს გამოვიდა თამარი. გაქცევაში იყო. ხო, გაქცევაში. აი თამარი გამოვიდა და მითხრა რომ დათო. აი ესე დამიძახა. ხო და ასე რომ დამიძახა, უცბად მივიხედე მე და ასე მითხრა. ოდიო და მეც ეხლა უნდა მექნა და შევედი და ამ დროს სად იყო და სად არა გამოვიდა კეთო გამოვიდა და მომიტანა ბიჭაკი. ხო და მიხარო 20 ლარი გიწევდა და უნდა იყიდოთ ამ აქცია გვაქვს ამ ბიჭებს თუ მაგიტაფონი მოყვებაო თანო. ხო და თან ისე მითხრა რომ მე რო არ მეკიდა ეხა ეს კოსტუმი ხუბიჯაკი კი არა და ესე იგი მე ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდი იქით. პოდა არ გეცოდები იქით ანუ ცოცხალი ვარ დაბრუნებულიყავი მე. კარგი, რამე თუ იყიდე და ტყუილ სისულელეში არ დახარჯე ის 20 ლარი, ჯანდაბას. მანახ ერთი რა. მიხედე. მოიცა ერთი მანახ. მიხედე სიურპრიზ. მიდი. არ გამოიხედე. არ ვიხედები, არა, მიდი, რა. მოვიხედო? არა. გავქნა კაცო. მოიხედე. ვინ ახარ შენ? რა არის? ეს რა? რა არის და მაგარი ბიჭაკია რა არის? ამით აქ მთელი ევროპა შემოვლილი იუზას. ჩამოდი. დატრიალდი და მენახე. კი,
იოსა. კი, რას ლაპარაკობ, მე ვასარომელია. არაჩვეულებრივია, ნამდვილად ღირდა ჩემი 20 ლარის გადაყრა. ნო, ამ ნაჭერში. იცი ეს როგორი პიჯაკია, დათო? აი, თავმოყარე ჩრჩილი რო არ შეჭამს. შეგშურდა შენი ხეს. შემშურდა არა ის. კი, შეგშურდა, იმიტომ მელაპარაკე ხეს. კარგი. დავაძინე როგორც იქნა. დათო ომში მიდიხარ? რა ომში, ხლოტება მაჩკის იუზას ნახონია და ესე, ვიყიდე. მარიკუნა, მე მგონი ამას რა გონია, იცი? ეხლა ამ პიჯაკით რო ივლის პენსიას დაუნიშნავ. დათო, იცი როგორი პიჯაკი? ვიცი. თავმოყარე ჩიჩილიც რო არ არა, იცი როგორი? აი, მეტროში რო ჩახვალ და ადგილს რო დაგითმობენ, აი ეგეთი. აყვანი ხე ეს თავის ხმას რა. კარგი იყო მეგურა. არ გესმით თქვენ რა. მე მაგაჟე, მე ხო ხელოვანი ვარ და ჩემებური ხედვა მაქვს. რა გესმით თქვენ? შვენიერი პიჯაკი. ჩვენ რა ვიცით? შენ რას ლაპარაკობ? ნახე. ხარჯენია იუზას. 25 მანეთი. რა მაგარია მარიკუნა? დათო რა ქენიცი? ეხლა ამას 12 მანეთი დაამატე. ხო, თვითფრინავით გადაფრინდი მოსკოვში, მაგარი დრო გაატარე და დაფრინდი. არა. თუ გინდა ნუ გადმოფრინდები, ეგეც არ არის პრობლემა. აი, ასე რა. დარი. ვანახე რა. იუზას წერილები ნახე. ფრონტიდან არის გამოგდავი. მე ვარ იუზა და მაქვს რაო, რაცხას წერს თუ რაღაცას წერს ერთი. აჰა. იუზამ დაძაბა. იუზა ნახე? ნახე, ქალის სურათია და წერია. მოიცა? Gretchen für meine liebe User. მარიკა, ნახე ეს ერთი წუთი. შენთვისაც ხონია, ნახე რა. მადლობა. რასაცილო რაღაცები ქონია იუზას. ძალიან. ხლა მომისმინე. აქ ხოა ბევრი წერილი. ჩვენ რა გავაკეთოთ იცი? ერთი წერილი ჩვენ თვითონ დავწეროთ. დათუჩა, ჩვენ დავწეროთ თვითონ არის იუზას ანდერძი. მე როგორმე შევაცუროთ იღლონტებთან ეს წერილი არ გაინტერესებს როგორ დახოცავენ ერთმანეთს. მაგარი. ირა. არა. რატო იცი? რატო ვერ დაგითახმები ხა იცი? მაგათ უკვე ანდერძი დიდი ხანია გარკვეული ექნებათ. ეგ ამბობი. რა ვქნათ იცი? მე ეხა დავწერ გეგმას, დავხატავ გეგმას რუკას. დავწერ წერილს თვითონ მიუზამ თავის იმაზე რა ქვია იმას ნაკვეთს. აი ეს როაჩუ გამათ აღჭალაში ხო ნაკვეთში დამალავით განძი. ხო მე ხო ხატ მეკრხება და რუკასაც ჩავხატავი და მე ნახე ამბავი ახლა. გენიოსი ხარ. პენსიონერი გენიოსი. მე შევლეხე ჩემთან ოთახში. ხო. ყველაფერს გავაკეთებ, დავწერე იმ წერილსაც და აბა თქვენი ციტესიერად დახატე. ხო. კაიგე? კარგით. ცოდოები არის აგლონტები, კარგით რა. შედი. რა ცოდოები არის მაგიკუნა? ჩემი დათუჩა არის ხო? ცოდო რომ მიყიდეს ის პიჯაკი ჩემოცლა რათ? ჰა? ამრიკო. უინაცვალიში. ეს ირაკლი, დათოს მაგნიტოფონი რომ გამოვატანეთ, კასეტა დარჩა შიგნით ჩვენი ჯიპსი კინგის. ჯოფა. მოგეწონათ პიჯაკი დათოს რომ არაჩვეულებრივი. კი, არაჩვეულებრივი, ჩემი 20 ლარიც კარგი იქნებოდა. 20 ლარი? ირაკლი, დათომ ძალიან ბევრი გვეხოცა პიჯაკზე, ძალიან მოეწონა და ვაჩუქეთ პიჯაკი. რა? ვარ. ნახე.
რაღაცები დო დარჩენია და არც ვიცი რა არის ეს ნახე. აბა. ეს ის ვაი მე საყვარელი. ჩაყადელი იო. მაგარია რა. მაგარი ხარ, კი. მაგარი ხარ, მაგრამ მოატყუე. მეც მაგრამ მომატყუე. რომ მითხარი ის 20 ლარად ვიყიდეო ის პიჯაკიო. აბა ეხლა შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ, არ გაგიჭირდება. დაფიქრდი რა უნდა ქნა. უნდა გავიქცე. შედი გამარჯობა. გარემოს დაცვის სამინისტროდან. ეს მე სამინისტროდან ანანა და ეს არის სანდრო. სასიამოვნო. ორი წამით დამელოდეთ მოგაქცევთ ეხლა. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება რა. ერთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება? დიახ, გისმენ. რამდენი წელია რაც აქ მუშაობთ? ახალი გადმოსულები ვართ. სულ რაღაც 3 თვეა. რა? დიახ. ანანო. შეხედე სამ თვეში რამდენი კვერცხი უჭამიათ? კარგი, დავიწყოთ ხო? მარტო მღერი შენ. იცით რა არის? თვითონ გარემოს დაცვის მინისტრსაც უნდა ემღერა ბექებში, მაგრამ არ ეცალა და ამიტომ ეგ კარგი იქნებოდა ძალიან, ეგ ბექებში ძალიან მაგარია. დავიწყოთ, ყურსასმენები გაიკეთე სანდრო და დავიწყოთ. რა მაგარია. სანდრო გავუშვებ ახლა მუსიკას და ეს რისთვის არის? ბუზები რო არ შემიკვლიდეს? მაგრად ხუმრობს ეს ბიჭი. არ ხუმრობს, ეგეთია. ნეთუმეტეს. არ ვიცით. კარგი, დავიწყოთ მაშინ შესავალ ნაწილს გავუშვებ სანდრო და მოусმინე ხო? მოусმინე განიშნებ სად შემოდიხარ? აი აქ შემოდიხარ შენ. რასაკეთებს ახლა? შემოდიო. არა, აქ არა, სიმღერაში უნდა შემოხვიდე და ამიტომ გავაგრძელოთ ჩატარება. ეგრე გეთქვათ მე. გადი და შემოდი მე შემ. აბა. დავიწყო? დავიწყეთ აბა. შეხედე ბეღურას როგორშია. სტოპ. შეხედე ბეღურას როგორშია. იქნებ შეცადო ესე იმღერო რა. ეგრეა თქვი მე? ხო და რომ თქვი მაგიტომ გეუბნები, უნდა იმღეროს. შეხედე ბეღურას როგორშია, შეხედე ცუგას როგორ კარგი. ბოდიშიშ, ამის გასწორება შესაძლებელია? ამისანებ გამისწორებია კომპიუტერის მეშვეობით. დაგძელე სანდრო რა. ჩავთავ. შეხედე ფისოს როგორ კნავის. მოიცა მარი, რა კნავის ცივა სანდრო? აბა ვინ კნავის? მე შენ კნავი. სანდრო, იქნებ ბოლნაწილზე გადავიდეთ, ბოლნაწილი ჩავწეროთ რა. შეხედე. ეს კომპიუტერში ხო გასწორდები? ჯერ არ გამოუგონებიათ ეგეთი კომპიუტერი. შემოდი სანდრო. სად შეგოვიდე, მან თუ სიმღერაში? აქ შემოდი. ვა. არ დაალევინოთ, ой.
ანანო იქნებ უშველოს ხმაზე მოვიდეს. ცოტა ხმის. შევიდე? მიდი, სანდრო, გეხვეწები რამე. მის სამღერზე გადავიდეთ, ხო, აი მის სამღერი ჩავწეროთ და კარგი. გავუფრთხილდეთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ ცხოველებს და გული არ ვატკინოთ ჩვენს ოთფეხა მეგობრე. ანანო? აქ შეცდომა. შეცდომა? აბა ბეღურა ოთხფეხა ხო არ არის? ბოდი შეიძლება ხო გასწორდება. რა და რაც თქვა, ან ეს ბიჭი საერთოდ. გავაგრძელოთ სანდრო, აბა გააგრძელე. შეხედე მუხას აქეთ. უსმინე კოდალას უკაცრავად. ხო, უსმინე კოდალა მკურნალობს მუხას. უსმინე კოდალა მკურნალობს მუხას. უსმინე კოდალა მკურნალობს მუხას. სანდრო, შეეცადე რომ ს არ გაწელო, აგაწელე. არ არის პრობლემა. მუხას. შეხედე კოდალა მკურნალობს მუხას. არო არგა სანდრო, არო არგა. კარგი, ანანო, მართლა ვინ უნდა მოусმინოს ამ სიმღერას, მაინც ტყეში მოსასმენად არ მინდა. არა. შემოდი სანდრო. შემოვიდე? აქ. მან. უკაცრავად, ცხოველებმა იციან რომ იცავთ მათ. მაგარს გეტყვი. მე არ ვიცნობენ, ამას იცნობს ყველა ასე რომ. სანდრო, რა გიგა. ვაპირებდი შემოთავაზება ეს. მე არ წერდი ცხოველი არ ვიცნობს. სანდრო, დადგინ. გიგა რა. კარგი, გავაგრძელოთ სანდრო. ბოლო ნაწილი აბა. მიდი. გავუფრთხილდეთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ ესე ხალხო. ნახეთ როგორი ტექსტია, აი გავუფრთხილდეთ ბუნებას. ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ყველანი უნდა უფრთხილდებოდეს. გიგა გეუბნებოდი არ დაალევინოთ. ხო ხალხ უნდა ვისხდეთ ველოდოთ ეგ როდის გამოფხიზლდება რა. აბა მე რა ვქნა, დაველოდოთ. გავასწორებ. აბა მიდი გამას რა გაასწორებ. გავუფრთხილდეთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ესე იგი თუთის ხიდან ესე წახვალ პირდაპირ გაივლი 20 ნაბიჯს, მერე სამხრეთისკენ 3 ნაბიჯი გათხრი დაახლოებით 1 მეტრს და იქ არის განძი. აი მე ბიჭებო, ავშენდით ლაშა. მე აი ზუსტად ვიცი რომ იუზამ სპეციალურად გვაჩუქა ის ნაკვეთიც და ტანსაცმელიც რომ განძი გვეღობა. მომისმენთ რა კეთილია იუზა, ხედავთ როგორი კეთილი და რა ტიპია, როგორ მინდა ესე იგი დავურეკო და მადლობა გადავუხადო, მაგრამ გათიშული აქვს მობილური და რა ვქნა. ეთყობა ისევ იმ დამტენს ვერ პოულობს. მათი სამარაკე შენ კიდე. რა მაგარია რა ნახე. უზაც როგორ დათოსავით ოთხკუთხედოებს ეხა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი უნდა ამოვთხაროთ და ბათ და განცი ჩვენი. რა გიხარია, ისევ შენი ამოსათხრელი იქნება. იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი რაღაცა იუზას მაიმუნობები მგონია რა. მათ ჩვენ ერთი თვე კარგად. როგორი რასისულელი. როგორ რასისულელია რა, რა ვიცი. აბა შეხედე, აი როგორც თამარმა თქვა თუთის. მოიც აქ უყურებ ხო და რა ვიცი შეიძლება მართლა იყოს განძი. მოდი რა ვქნათ, იცი? თქვენი ყავით აქ. მე წავალ და ამოვთხრი. გაჩერდი ხო? მოდი ანდა თელს ხალხს თუ შეყიდა, ნუ გააგენო რომ განძი ვიტო. კარგი ბატონო, კარგი, წავიდეთ ამაღამ ყველა და ამოვთხაროთ. და ნუ ხვირი. ამოვთხაროთ. ესე ძალიან მაინტერესებს რა, აი იუზას რა უნდა დაემარხა, ხა? იქნება ნოქრო იყოს ამის ბრილიანტის თვალი, ხა? ვახო მე ბრილიანტის თვალი არ ვიცი, მაგრამ იუზას თვალი შეიძლება იყოს.
ჩვენ თუ მართლა ვიპოვეთ ის განძი, მე ვიყიდი დიდ სახლს. უფ, მე ვიყიდი შენს გვერდით დიდ სახლს, დიდი აუზით. რა ვქნათ იცით? ვახოს 1.50.000-ის ცოცხი უყიდოთ, ბედნიერი. გაჩერდი. გაჩერდი ვახოს ცოცხი აღარ დასჭირდება, იმიტომ რომ გვეყოლება მოსამსახურეები. საჭმელს გააკეთებენ და ალაგებენ. უფ, მართალი ხარ ქეთება. ვახო, რა არის იცი, მაინც თუ მოგენატრა შენ დალაგება. ერთი ოქროს ცოცხი ვიყიდო და იმით დაალაგე. ქეთუ, მე კიდე იცი რას ვიყიდი? გუშინ რომ ვნახეთ იმ უთოს. რაიმე თამარ, რა ფანტაზია გაქვს რა. აი მეც მომიფიქრე ეგეთი რაღაცა გეხვეწე. ვახო, მიდი გაასკარა სიტყვა. ო, მან ხარ თქვენ და გააკეთე. მიდი ვახო, ეს შეიძლება ბოლო ბრძანება იყოს. მოგედავ რა თქმა კეთებან მოსამსახურეები და ისო, ხო? გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა. როგორ ხართ? კაცო, რა დამემართა იცი? ახლა მე და მარიკა ვალაგებდით სახლს. ხო და რაღაცები ვიპოვეთ ის და აი ეს ნიშები ვიპოვეთ. ხო და მე არაფერი შემჭირდება ეს ნიშები ყოველ შემთხვევაში ახლა დღეს ხვალ ზეგ, მაზეგ, იმის ზეგ. ხო და რა ვიცი ვიფიქრე შევიტან იქნებ მეზობლებს ჭირდებათ თქო და რა ვიცი აი მოვიტანე და გჭირდებათ? ჩვენ რაში უნდა კარგი დავიგებ მაშინ. რა ვიცი იყოს და დედატოვე იყოს რა ვიცი. კარგი აქ დავდებ მაშინ და მე რომ გაგახსენდებით მე დამიბრუნე. თავისთვის რა ვიცი აი თავისთვის იყოს. ხო რა ვიცი. ხო ესე რა. ირაკლი, რა მაინტერესებს? ერთ კითხვას დაგისვამ და შემთხვევით შენ ფანარიც ხო არ გაქვს? ფანარი რა? ფანარი რა თმინდა და რა ვიცი ამ დღეებში ნაკვეთში ვაპირებ წას. აი ისა ავჭალაში რო არის ხო ის ხო მაგრამ ფანარი რა თქინდა? ფანარი რა თმინდა და ხო იცი ღამე რომ მიყვარს მუშაობა. ცხელა დღე. კაცო რა საოცარია რა. გაგიჟდები? ეხლა ხო ვალაგებთ მე და მარიკა სახლს. ხო. ხო და ეს ხო ვიპოვე მე შემთხვევით. ხო და მე გავაგზელე სახლის დალაგება შემთხვევით და შემთხვევით ვიპოვე ფანარი. ავიღე მე შემთხვევით ეს ფანარი და შემთხვევით ჩავიდე ჯიბეში და რა ვიცოდი ეხლა ასე თუ ისა და აი ეს არის და რა ვიცი ეს რამდენიმე რეჟიმი აქვს დააჭერ ასე ციმციმ ასე რა ვიცი და ხო გქონდეთ ხო სიმციმი არ ვიცი მაგრამ ისე გამოვიყენებთ ხო მადლობა დიდი მადლობა ხო აგიჟდები პირდაპირ ირაკლი ისა მომისმინები შენ ეხლა ირაკლი უნდა წახვიდე რატო ჩვენ როგორ გვეძინება იცი 4-ვეს თვალებს ძლივს ვაღებ ირაკლი თვალებს რა გვეძინება 4-ვეს აი მე რაღაცა სუდის ის მარი ვნახე ხა ჩამეძინა მე ხა აქ რო ვიჯექი გეძინა შენ ხომ აი საიფაკ წადი ირაკლი წადი შენ დაწექი დაიძინე 8 საათია უკვე მიდი ხო კარგად ხარ ლაშა კარგად როგორ არა უბრალოდ გეძინე ხო მაგვალ მე თუ რამეა ხო მე გამაფარე თაბი დააკრიცინათ ლებდა აბა მოდი ისე გეცვა ესე იგი რიჩაბიც გვაქვს და შემოვიდა და აღარ გავიდა ეს პირველი ტაიმისთვის ეს მეორე ტაიმისთვის და ყოველი შემთხვევისთვის ეს დამატებითი დრო რომ დაინიშნოს კარგი რა ირარა, კარგი რა. რატოს ნუდია, ნუდის დრო ეხა. მაგინდა კაცო. გონტების განცდამული დაგავდეთ და შენ. უიმე, წამვიდოდი. უიმე, წამოდი, გამიშვი, გამატარი, მარიკულა, ძალიან მთხო რა. ეს ეხლა შეაწყვე მაცივარში. ხო და მე საღამოს ისევ ასე დაალაგე, ზუსტად ასე ძალიან მთხო რა. და დაიმახსოვრე რა. ხო, დაიმახსოვრე. მიდი ეხლა შეაწყვე, მიდი. წამო, ირა. ბიჭო. რო მართლა იპოვონ განძი. შენ იცინე და შეიძლება მართლა იპოვონ რაღაცა. ხო. მე რა ჩვენ წილი არ გეკუთვნის. რა წილი გეკუთვნის. შენ რა წილი. გამატარე შენ შემოგევლე რა, მომიშალე ნერვები უკვე. აჰა.
გარემოს დამცველი და გარემოსგან დასაცავი მოვიდნენ. ვაიმე, იცით რა მაგარი ახალი ამბავი გვაქვს? სიმღერა ჩავწერეთ, კლიპი გადავიღეთ, იცით და ის რა გადავწყვიტეთ, აი ამ თქვენ ახალ ბიგ და მაგარ ტელევიზორში უნდა უყუროთ, აი და პრეზენტაცია მოვაწყოთ. და პრეზენტაცია, აბა რა, ანანო, ჩემმა ოჯახმა რო შეიძინა ეს ბინა, თავიდან ეს ბინა გათვლილი იყო მხოლოდ პრეზენტაციებისთვის. შენ ხო იცი ჩვენ როგორ არა, ვაწყობდით პრეზენტ მე ეს შემთხვევით ჩამისახლდა და იმის მერე მოვკვდა აქ პრეზენტაციები, თორე მე აქ სულ როგორ გეკადრები? მე აქ სულ პრეზენტაციები მქონდა. ხოცები დროზე რა უცი რა მაგარი. ხო არ გაჩერდება ეს. იცი რა მაგარი, სანდრო მღერის და იცით რა მალე გადავიღეთ კლიპი. მიდი რა ჩართი რა მარიკა გეხოცები რა. უყუროთ და წავიდეთ, არ გაჩერდება. მე ვარ ირა, მე ვღე. ენაცვალე შენ. მღერის დაჯექია გიძელი. ლიფშიც მე ვარ ირა. მღერის. დაჯექი მარიკა დაჯექი მარიკა, დაჯექი. დასხედი, დის არის დიდია? აი მოუყურე. შეხედე ბეღურას როგორ შია, შეხედე ცუგას როგორ კებს, შეხედე ფისოს როგორ სცივა, შეხედე, გავუფრთხილდეთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ ცხოველებს, დაგუნიან მათგილოდ ჩვენს ოთხფეხა მეკობრებს. უსმინე გოდალამ ურნალობს მუხას, უსმინე როგორ შეალებს ეგ, უსმინე ბულბული როგორ გალობს, უსმინე, გავუფრთხილდეთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ ცხოველებს, დაგუნიან მათგილოდ ჩვენს ოთხფეხა მეკობრებს. გავუფრთხილდეთ ბუნებას, რა. ვაიმე. რა. ვის მე მგონი ჩვენ ამათ უნდა გავუფრთხილდეთ. ნუ ეხა რა. რა. აი ხა დამირეკეს სანდრომე. აი ხა მწუთას დამირეკეს და მითხეს რომ სიყვი და კურდღელია ქვემოთ მოსულიო ავტოგრაფი უტანა. ირა, სერიოზულად მითხარია? ხო მოგეწონა. რა მაინტერესებს იცი? ამ გარემოს დაცვის მინისტრმა რა დაგიშავათ, რა სერჩით იმ ბიჭს? მოხსნიან ამას როგორც კი ნახავენ. რა ვიცი რა, იქიცი რა კაი გამოდიოდა და არა, რეჟისორის გადაწყვეტილება მე მომეწონა. ხო არა? მოგეწონა. მე მგონი თქვენ იცნობთ. კი, როგორ არ ვიცნობ, ისეთი ცოტა მოსული. დიახ. ხო, ეს ცოტა ეს მელოდია. დიახ. კი, როგორ არ ვიცნობ. ძალიან კარგი რეჟისორი ხოთაში, აი, ზუსტად გაიგო, ესე იგი ჩვენი წყოილების ჭირვა რა. აი ესე რა, აი მოდიოდა ენერგია. კი. რეჟისორი. ძალიან კარგი იყო, აი. სანდრო და რეჟისორს არ გაუჭირდა შენთან მუშაობა? მე გიპასუხებთ თუ მე უპასუხებ ჯერ მაინც. კი ბატონო უპასუხებთ. მარიკა, რას მეკითხები ხო? მე გამოცდილი ვარ. მე მგონი რომ რეჟისორს მუშაობა გაუჭირდებოდა უფრო ვებხთან, ბატონო. თქვენ დამეთანხმებით ვებხი როგორ მოდიოდა, როგორ დანეცხვენ? ხო, აი ესე. და კიდევ რა მაინტერესებს იცი? როგორ დაითანხმა კლიპში მონაწილეობაზე ზებრა? არის რა ეხა მაოცებთ ამ ხელა მინისტრის მოადგილე კაცი რა როგორ მაოცებთ ხომ რა როგორ დაითანხმა ზემოდან იყო დარე ზებრასთან აბა თუ ეხა ზებრას არ უყარს ამ კლიპებში და მეებში და ფილმებში მონაწილეობა უარზე ხუსუ აბა ვერ დაინახე როგორ იდგა ზურგი კი სანდრო და თვითონ მინისტრი კმაყოფილი დარჩა? მინისტრი არ ვიცით, მაგრამ მოადგილე აღფრთოვანებული ჩანს. აი რა მინისტრს არ უნახავ ჩემ რა ის ზუსტად ვიცი რომ აი ძალიან მოეწონა. აუ მოდი. ძალიან მოეწონა დარტყმ მე გადაირება გადარეული იქნება. მე მგონი უკვე გადარეული.
გადარეულია, უკვე გადარეული იქნება. მოდით, ერთხელ კიდე უყუროთ. ჩვენ მივდივართ, ჩვენ სხვა თვალით და ვიღან მივაწევ. მომეცოცხლა და ტაქსი წავალ, მე შენიყავი და მოიცა, მეც იქ მოვდივარ და მე გადავიხდი, მე წაგიყვან. მაშინ მომეცი, იქიდან ხონა წამოვიდე, მაინც მომეცოცხლა. იქიდანაც სახში მოვდივარ, მე ერთად მოვდივარ და მე გადავიხდი და მე წამოგიყვან. კარგი რა, ირაკლი მომეცი და 20 ლარი გადაგებარ. ბათო, შენ ეს ძველი დრო ხო აღარ გონია? ვეღარ ვჭამ ჩვენ ფულს, ვეღარ ვჭამ. ედი კაცი გადირა ერთი რა. ბახუნა. ბატონო. თხილად იყავი უხსენებელი არ შექმნას. კარგი თამრი რა უნდა ამ შუაღამისას უხსენებელს. მიდი ვახო, მიდი არ გაჩერდე. კეთება. ბატონო. რა ვიფიქრე იცი? ჩიპი უნდა ვიყიდო, ჩიპი. აბარა. ხო, ოღონდ მატორი შევამოწმებინოთ კარგად. მართალი ხარ, შენ ღიფს უნდა ჯიპი. შენ მერე ნახე თამარ. ამას რო ამოთხრით, საჭმელს არ დაიკლებს ბიჭი იმხელა, ხო, მე შახტე. რა, ყოჩახ შენ, ყოჩახ. მიდი რა. ეგ ეს, ვახო, ეს ისა ბევრს არ გიწვავს? აბა ეხლა ვიბესკენე. შენ მეტროს ხაზზე ხარ, ხო შენ? მეტროს ხაზზე კი არა, ჩამოდი ხა და მომეხმარე, აღარ შემიძლია მე რა. მაგარია. ხო, დავიღალე, აღარ შემიძლია რა, ენერგია აღარ მაქვს. უშე, კარგი, კარგი. ბახუნა წყალი ხო გინდა? მოდი დაკალე. თამრი. მოდი, ადეკი. თამრი წყალი არ დაალებინო, მოკლე ჩართვა არ მოხდეს. ისე რო ამბობ, ენერგიაზე არა ვარო, ენერგიაზე არა ვარო, თავი კი გინათებს და რა. მიდი აბალაშა, მიდი ყოჩახი ხარში. მიდი აბა. რანაირად არის ჩამარხული ეს კიდე. ნელა, მიდი აბა ფთხილა. განძზე ფელიოს. ანცურავის ანგველკუასი არ გეშინია. მიდი ერთი ეს მომაწოდე რა. ლომი. ლომო. მიდი აბა, მიდი. მიდი მომაწოდე. ნელა. მოდრები. ესე. აჰა, ასკი. არეზარებოდა რა, არეზარებოდა მაინც ამ იუზას ამ სიღრმეს ჩამარხვა ამ განძი ისა. მიდი. დამაწყდა რა. ბევრი დაგჭა ბულდოზერო. რა ვიცი, მარტო მუშაობდა, რა ვიცი, როდის იქნება მზად. ეხლა ლაშათორი იწვიმებს მალეო. შენ კიდე სადანათებ, ციცინათება, მოდი აქ მომინათე რა. მოანათე. სახს ვიყიდი ზღვაზე. ბობოყვათი ყოფილა ფანტასტიური. საძინებელი მექნება ზღვის მხარეს. ანდა არა. სამოგზაუროდ წავალ იტალიაში და ესპანეთში. ანდა მარტო იტალიაში წავალ და სახს ვიყიდი ბობოყვათში. იტალია ბობოყვათი, 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 ურეკი მოისვენე ხა გაჩერდი. მოდი რა, მოდი. ჩამოდი მომეხმარე და მიდი მოეხმარი. მიწარა ახლა ქვა დამხვდა რა, დავშალე როგორც იქნა მე მგონი. ხო, აბა რა. ამოყარელი ხა, რისი. მოიჭადებ ხილად. ჩემი ხილად. მიდი, მის. აი. რა მოხდა? მოიჭადე, რაღაც ხმა იყო, ხო? აიმე, ეგ ჩემი ფეხი იყო ეგ რაღაც. არა, რა შენი ფეხი? მართლა რაღაცა ხის ხმა იყო. ხის ხმა? მოიჭადე? ნელა. რა? მოიცადე. ისე მე დაგერვა. ამოდი. მომკიდე ხერხად. ვინ გითხრა? იგი ბძანა, ჩადი. ვაიმე. კეთო გამაიმე. მოიცა ხელით. მიდი. ვაიმე ავშენდი. დათო, საითხარ? ჩადე. ვაიმე აბა საკრაუნდა. ეს საკრა მოიყვანა.
ამას აქ რა უნდა? აი ქეთინო, აი მთავრობას თუ არ ყავს აგენტები ყველა. აი მე გაჩუნდი ვახო. ვახო, ჩემო საყვარელო სიძე, ჩემო დაუგეხვეწები თამრი ლაშა. ხმა არ მოიღოთ. სიტყვა არ მოიღოთ განძზე, ჩუმად. დაგიხო ჩუმად. ვინ ხარ კაცო? ჰა? ჰე? ვა! ვახუშტა, რა საკეთებთ? რა ვიცი აი. რას ვაკეთებთ და თამარ, ხისით რო ვერ გაჩერებ ღამე, რა დაგემართა უთხარი. ირაკლი, ეხლა რა ხდება? დღისით ისეთ ხელა ისე აცხუნებს მზე. ხო და ვერ წამოვედით სამუშაოდ, ცოტა გასათოხნი გქონდა. და დასაბარი და წამოვედით ესე ღამეში, გრილში, ხო, გრილში, ბნელში და გრილად არ და თოხნი. გადასარევად გძნობთ თახს. შე რა გინდა? მე დათოს ვეძებ. დათოს ეძებ? მე არ გიცდია სახლში მოგეძებნა? სახლში კარგი რა, ხუმრობის დროა. აქვე ვიყავით, რესტორანი როა გეცოდინება შენ. ვიცი კი. აქვე რესტორანია, ხო? იქ ვიყავით, თქვა რომ ცოტა ხანი გარეთ გავალო და დავბრუნდებიო. გავიდა, არ დაბრუნდა, ველოდე და გამოვედი და ვეძებ ახლა და შემთხვით თქვენ და ხო გინახა. აი მე ირაკლი ეთყობა სახლში წავიდა, უნდა რომ აბაზარში შეგაისრაი. ხო იცი ეგ რა ტიპი რაღაცნაირი ტიპია და მიდი ახლა გაიკიდე ეგება შენ მიასუა კარგი გავიქეცი მე რა. წავალ ხო ხوار გეწივა. არა მე რო არ დაიწყოთ რომ მოვიდა მუშაობდით არ მოგვეხმარა მეზობელო რაღაცა ხო. ხო მაინც ისე ვარ რა თან ცოტა აი მე შენი გულის ამბავი როგორ არ ვიცი რა. კაი ხო მართლა არ გეწივა. არა მე შემილია დავრჩე. აკლავე მომეცი. კი ბატონო, წავა ესე არ გეწყინება. აი გენაცვალეთ რა. აი წავე საქმე მოხოთ მე შემომძახეთ. აბარა მოვა შენთან, აბარა შენთან ჯონვალთ პირდაპირ. მიდი. არა მე შემიძლია დავრჩე ხალხო. არა მე ახლავე დავიკაპიცებ. მომეთ დამეკმარ. შენ რომ მოვდიოდი დიმარიკას გელოდებოდა შენ. სადარსო ბავშვს ვერ ვაძი. ოღონდ მართლა არ გეწყინა. არა. ოღონდ ჩემი ამბავი ხო იცით თქვენ რა. კარგი წავედი. არ გეწყინოთ. ო ბავშვები და მარიკა გელოდებიან. მოიცა ეხლა სანამ ისე მობრუნებულა ჩქარა მოვიღოთ ეს ტიბრი აი გავგიჟდი გენაცვალე ბიჭი ნელა ქვა რაღაცა უჩქის აი ნელა ხელები აწყი კეთება ის ეხა ირაკლის რატო დაუმალეთ განძის ამბავი რა რა არ ეწყინებოდა რა რა დაუმალე ხა ხო იცი რომ თავრობის კაცია და რამე არა მოუქეკონკონა რა არა მაგაზე ვფიქრობ ჩვენ აბა გახსენე შენ კიდე რას აბა გაიხსნა უყვირი ხარ აბა ხსნი ხო აი მე 1 2 და 3 დამინიავე ქეთინ რა დაგინი ხელი აი მე თითო ეს რა აი ეს რა ეს არის განძი რა აი მე რაც მინდოდა ეს ხა ნატურად გინდოდა რას ხიახდინდოდა გაყიდი და ფულია რა შედი ერთი რა გვაკადრეს ეს ღლონდა ამას უყურე კარგად მანდ კასეტების იქნება ჯიბსი ოლარე ვერა ხართ მართლა რა როგორ მოგვატყუეთ ეს რატო გაგვიკეთე ირაკლი და დათო როგორ მომატყუეთ ყველაფერი აი ამ აჭარელის მოგონილი იქნება აი ამ მაიმუნის ამისი შემაიმუნო როგორ მომატყუე როგორ არ შეგეცოდეთ ამ ხელად რა არის რა განძი რის განძი დავიჯერე რა ეს განძია ქეთუსი გენაცვალოს ირაკლი განძია ეს ეს მე ბატონი დავითი დამეთანხმება რომ ეს არის პირველი ევროპული მიკროფონი აბა რა ირაკლი სადაც არის ასევე ბატონო დავით ჩამონტაჟებული რადიო ხო და პირველი ევროპელების ზეზვა და მზია ამ რადიოში უსმენდნენ რადიო ნეანდერტალელის ხმას უთოდ ეს განძია
კარგი ირაკლი რა, მართლა კარგი რა. რა განძი, რის განძია? ან ამ სიღრმეზე ჩამოყო არ დაგზარდა, არ დაგეზა რა. ავწდი წელში აღარ შემეძლო რა. ისე რამდენი გაგითხრია, ყოჩო რა უთხრია? ყოჩა, ლაშა რა. კარგად გითხრია. დიდი მადლობა. ოი, რა? საღრმათ არიანი რა. მე მგონი ეს სხვა მაგნიტოფონია. რატო რატო და შეხედე რამდენი აქვს ნახე გატყვი ნახე რა სად არიან ჩასული და დედამის წაგდებული გატყვი ბოლომდე და იქით მხარესადიან აი ცოტა თუ დაუკვირდები ახლა შენ ზღვას მოკრავ თვალს მე არგენტინაში გავიდე არგენტინაში უიმე არგენტინაში ეგრე ხედავ აი იქ და კაცი ხედავ იმის მაგნიტოფონი წამოიღეს მე მგონი იმიტომ რომ ჯერეს მორბის და მე მთელი არგენტინა მოყვდა და აკარება ხომიცა არგენტინელები მოგეს ტემპესი. ამანებეთ თავი და დასანახავად ვეღარ ვიტან უკვე იმას. არა გენაცვალე. რას ვერიდა რას და ნიჩა. ერთი წუთი ბაცო. ერთი წუთი ასეც არ არის. რომ მიადექით და თხარეთ და ჩახვედით ბუენოს-აირესში. აბა. ცოტა ასე გაეთხარათ, ბატონო დავით, ნახეთ. ამათ ხო ასეთ ხარეს. ასე ბატონო დავით, შეხედე. აი ასე, ხო? ცოტა ასე. ასე კი არა. აი ასე გაეთხარათ და გავიდოდნენ ნავთობზე. კი. მე ბარელი ნავთობი რა ღირს? აბა, ბარელი რა ღირს ბარელი ნავთობი? ნავთობს ამიტანები ბარელი რა ღირს? აბა. წავედით. მათას გეუნებათ. მე გახსნით ბენზინ გასამართ ღლონტ ოილს. ერთოთი დავამთავრებ, მე უნდა დავამთავრო. ღლონტოილში შევიდით დიდ ფულს. ქეთევანი. მე არ გისმენ, მე ჩემი სახელი არ ახსენო. ხო ხედავ არც გიხურებს ზეთ. ქალბატონო ქეთევანი, ძალიან გთხოვთ, ისე მაინც ვიტყვი, მათქვევინეთ. ფულში შევიდით ღლონტოილით, ხო და მერე წახვიდოთ და ერთ სახლს იყიდიდი იტალიაში, პიაჩენცაში. ხო? მეორე სახლი ეხებოდა ბობოყვათში და ასე ვიდი, პიაჩენცა, ბობოყვათი. პიაჩენცა, ბობოყვათი. პიაჩენცა, ბობოყვათი. პიაჩენცა, ბობოყვათი. რამე ამდენს რო ივლიდი მე შეეწოდებოდი მთავრობას და დანიშნავდა რამე მარშრუტს პიაჩენცა ბობოყვათი. ბობოყვათი კი. ასე პიაჩენცა ბობოყვათი. წავედით და ეს პიაჩენცა ბობოყვათი. არ მინდა არაფერი არანაირი არაფერი. წავედი მე. თქვენ გავაკეთეთ ეს მაგნიტოფონი. თავი და მავიწყებ და კი ნახავ თქვენის გამოიხ. აი ნახეთ. აი ნახეთ. ხო მოგვატყუეს ირაკლი და დათომ ხო იუზა გაგიჟებულები ვართ იუზა აღარ შემიძლია იმდენი ვინერვიულეთ იუზა ხო მეც ეგარ ვიფიქრე რომ როგორ ეხლა ჩვენ იუზა დაგვიმალა და მოგვატყუებ და ავჭალაში რომ რამე დაემარხა და რამე განძი შეენახათ ხო აბა რა გინეცვალი ხო რა ოქროები ოზურგეთში მოიცა სად სასიმინდე როგორ არ ვიცი მთელი ბავშვობა მანდ არ დავბოდი ხო სასიმინდეშიო ოზურგეთში კარგი იუზა კარგი მომისმინე ახლა ხვალ დაგირეკავთ ოზურგეთიდან კარგი გენაცვალე კარგი იუზა კოცნი გეხუტები კოცნი კარგად თამრი გაემზადეთ ხვალ ოზურგეთში მივდივართ თამრი ნელა ქენით ნელა ალო იუზა ხო მე ვარ მე დაიჯერეს კი იუზა ჯიგარი ხარ რა ძმა კი არა ბაბუ ხარ მოკლედ ერთი გასისწინებული სადაზღვეო პოლისი ირაკლიზია აბა შენიც